საღამო მშვიდობის კირჩხიბი როგორ ხარ? მოვედი მეგობრებო, მოვედი თქვენთან. აბა როგორ ვართ? დღემ როგორ ჩაიარა უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასო. ჰაი, come stai? პირველი ხარ კი. პირველი და განუმეორებელი. როგორ ხარ, ჩემო კარგო? საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოვედი თქვენთან, მოვედი მეგობრებო, მოვგუგუნდი, მოვგრიალდი, მოვჭრიჭინდი. რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, მოვედი. აბა როგორ ვართ? მოვედი. ოღონდ თემა არ ვიცი, ჯერ რა გვაქვს. თემა არ ვიცი, ჯერ რა მაქვს. რა იყო? ვაიმე, რატო ვაიმე? რატო ვაიმე? ვაი შენ არა, ვაი მტრებს. ვაი ავის მსურველებს. ავი თვალი ჩემხედავს. თვალთანაც არის გულთან ლახვარი დევსოს, მისი ორივე თვალი, შენ კი გეწერო შენ პატიოსანი ჯვარი. კირჩხიბი. ჩემი ხარ როგორ ისმის მეგობრებო? გაიხარე ჩემო კარგო. აბა როგორ ვართ? რაღაც ახალი კურსასმენით მოვედი თქვენთან. არ ვიცი როგორ ისის ხმა. დავტესტო უნდა. ხო, როცა ახლოს მქონდეს. ხო. ძალიანაც კარგი. მოკლედ, ჩემო ძვირფასება. აბა როგორ ჩაიარა დღე? ორი სიტყვით და დავიწყოთ. ორი სიტყვით. არ მაქვს კითხვებზე პასუხი. კითხვებზე პასუხი არ მაქვს მეგობრებო. მხოლოდ მოусმინოთ. შეგიძლიათ შემომთავაზოთ სასურველი თემა. ვერ გიპასუხებთ, არ მაქვს კითხვებზე პასუხი, ადამიანო. არ მინდა თხოვნა, რომ მქონდეს კი ბატონო, არ მაქვს. თხოვნის გარეშე არ მაქვს. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ მეგობრებო, დაუსვათ შეკითხვა, გაუშვით ეს შეკითხვა და კითხვაზე პასუხს აუცილებლად მოისმენთ. გაიხარეთ. სულ დალოცილები ყოფილიყავით. არ მაქვს ერთ კითხვიანი, ორ კითხვიანი, ხუთ კითხვიანები არ მაქვს. კითხვებზე არ ვარ. აი მე როგორ მაინტერესებს ხაბრებს ყვები? მეგობრებო. როგორ ფიქრობთ ახლა? ნუ კარგით, არაუშავს, აღარ მოვაქცევ ყურადღებას. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, როგორ ვართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად. ღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. მინდა რომ სულ დალოცილები ყოფილიყოთ, მინდა რომ წარმატებული წელი გქონოდეთ. აი ისეთი წელით აგდგომოდეთ, ეს წელი ყოფილიყოს ისეთი, რომ აი თქვენი სურვილების, ოცნებების, იმედების და აი ამ ყოლაფრის მომტანი ყოფილიყოს. გაიხარე კირჩხიბი, ღრმესი მადლობა. მოკლედ ახლა მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ასხედით მოეწყვეთ, განეწყვეთ. და დავიწყოთ ახლა თქვენი ენერგიებით, მეგობრებო. არაფერზე არ ინერვიულოთ. იყავით მშვიდად. თუ კი რაიმე საკეთებთ, უბრალოდ მოусმინოთ. საღამო მშვიდობის. ვაიმე არ გადამიზიარებია მეგობრებო. პირდაპირ დავიწყე. არ ვიცი ჯერ რაზე გვაქვს გაშლა. ასევე თქვენც გაიხარეთ, იბედნიერეთ, იმრავლეთ, იხარეთ მეგობრებო. კარგად ვარ ანა მარია არამიშას, ნელ-ნელა ვლაგდები მეგობრებო. უფალს მადლობა, ნელა ვლაგდები. კი გვაქვს გავლილი ბევრი ტკივილები და ჯოჯოხეთური ცხოვრება, მაგრამ არა უშავს ვლაგდებით. დავიწყებ. ვინ ხართ და როგორი ადამიანები მიყურებთ? ვინ ხართ თქვენ? ხო, აი მეგობრებო, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავს ბოდიში მოუხადა. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მოკლედ გაიარა რაღაც ეტაპი, დაამთავრა ეს ყველაფერი, საკუთარ თავსაც ბოდიში მოუხადა, უფალსაც ბოდიში მოუხადა და ზოგადად აი
აი მეგობრებო, აპატიეთ ყველაზე ყველაფერს და გინდათ რომ თქვენთვის მშვიდად, წყნარად იცხოვროთ. აი ეს ხართ თქვენ. კი, მე დიდი ხნის უკან მოვუხადე ბოდიში საკუთარ თავს, მეც კირჩხიბი. უბრალოდ ეს ხართ თქვენ. კიდე ვინ ხართ თქვენ? ხო, ვინ ხართ თქვენ, მეგობრებო და ვინც აქამდე ეწინააღმდეგობოდით საკუთარ თავს, ხო? აი ვის ხართ თქვენ, ვინც ყველანაირად ცდილობდით სხვების დახმარებას? ის ხართ თქვენ, ვინც აი ყველაფერს აკეთებდით. აი 24 საათი ფიქრობდით სხვებზე. ვინ ხართ თქვენ? ხო, აი, ნახეთ. ვინ ხართ თქვენ? და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც კი, ჭკუა ისწავლა, კი ბატონო, არა უშავს, მეგობრებო. არა უშავს ჭკუის სწავლა ყველაზე კარგი რამ არის. ამიტომ ყველაფრიდან განთავისუფლებულები ხართ, გადიხართ ამ ყველაფრიდან, იწმინდებით ამ ყველაფრიდან, ტოვებთ ამ საშინელ, აი ჯოჯოხეთურ ცხოვრებას, საკუთარ თავსაც პატიობთ, სხვებსაც პატიობთ და აგრძელებთ ცხოვრებას თქვენთვის. კიდევ ვინ ხართ თქვენ? აი ნახეთ, ის ადამიანები ხართ, ვინც საკუთარ თავზე ზრუნავთ. ის ადამიანები ხართ, ვისაც უნდა რომ აი საკუთარი თავს ასიამოვნოს. აი თუნდაც ის მარშხალები, აი ხო, აი თუნდაც რა იყოს, თუნდაც რა მეგობრებო, ნახეთ, აქ ჩანს რომ ნებისმიერ ხერხს იყენებთ, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოთ. ეს ხართ თქვენ, რომ გამოხვიდეთ, ოღონდ გამოხვიდეთ ამ დეპრესიებიდან, ოღონდ არ ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, აი ხო ხედავთ, გამოხვიდეთ ამ გამოუვალი მდგომარეობიდან. ან უკვე გამოხვედით, კი, და დაასრულეთ ეს ყველაფერი. ნებისმიერი ხერხის გამოყენებით იყო ეს ყველაფერი მიღწეული მეგობრებო. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება იყო, შეიძლება არა. თქვენ ცხოვრებაში იყო მაგიაც, თქვენ ცხოვრებაში იყო მესამე პირებიც, თქვენ ცხოვრებაში იყო ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რაც გაიარეთ. ნახეთ? აი ესე იყავით ჩაკეტილები. ბევრი შეიძლება ესე იყავით, არ გინდოდათ არავინ და არაფერი. არაფერი გიხაროდათ. აი საერთოდ არაფერი არ გინდოდათ. გინდოდათ მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა. კიდევ. ვინ ხართ თქვენ? მხოლოდ თქვენ. ვინ ხართ თქვენ? კარგი იყო ამობრუნებული. ვინ ხართ თქვენ და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გაიარეთ მარტოობა. ის ვისაც გაკლიათ ისეთი ადამიანი, თუნდაც არ ვიცი, ნათესავი, მეზობელი, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასი იყო და თუნდაც ეს ადამიანი მოგონებებში დაგრჩათ. ეს შეიძლება ყოფილიყო პარტნიორიც, ეს შეიძლება იყოს ნათესავი, მოყვარე და მოკლედ არ ჩამოვთვლი ახლა, არ დავკონკრეტდები მეგობრებო. შეიძლება ზოგიერთებს მშობლებიც აკლიათ და ანუ უშეთში არის შეიძლება კიდევ თქვენ დადიოდით სასაფლაოზე და ამ ყველაფერს თქვენთვის ძალიან საყვარელ გარდაცვლილ ადამიანს უყვებოდეთ. ან ესაუბრებოდეთ. ამ გარდაცვლილ ადამიანს ესაუბრებოდეთ კიდევ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ძალიან სიამაყის გრძნობა. ანუ ეს ცუდი გაგებით არა. ანუ ამაყობთ საკუთარი თავით, ამაყობთ გავლილი ცხოვრებით, ამაყობთ იმით, რომ რაც გაიარეთ, იმან არ წაგაქციათ, იმან არ გაიძულათ გაბოროტება. ანუ არ გაბოროტდით. ეხლა დავიწყეთ ჩვენც. თქვენ ხართ ქალურები, უკვე თქვენ ხართ ქალის ენერგიებში, მეგობრებო, ნახეთ, გუშინ იყავით მამაკაცურ ენერგიებში, დღეს ხართ ქალურ ენერგიებში. ეხლა თქვენ რო იცოდეთ მე როგორ გამოვიყურები, ბევრს გაგეცინებათ კი. ბევრს გაგეცინებათ, თავზე მიკეთია ესეთი გვირგვინი, ჩემთვის ვარ ოთახში, მაქვს ჩემი საწოლი, მაქვს ჩემი კარადა, მაქვს ჩემი საძინებელი, ვარ ჩემთვის წყნარად, მშვიდად გაწონასწორებული, რასაც მინდა ვაკეთებ, როგორც მინდა მაცვია, სადაც მინდა მივდივარ, სადაც მინდა მოვდივარ, რასაც მინდა ვყიდულობ, ანუ ხვდებით ხომ, საკუთარ თავს სიამოვნებას ვანიჭებ. ესე ხართ ბევრი თქვენთაგანი. ეს არის სასწაული შეგრძნება, რასაც ვერ გადმოგცემთ. გავდივარ და ვყიდულობ, რასაც მინდა. ელემენტარულიდან მეგობრებო, თუნდაც ნევეძიმკა, თუნდაც გულსაბნევი, თუნდაც ჭიქა, აი ელემენტარული, აი თუნდაც ჭიამაია, რაც მოგეწონებათ მეგობრებო, ასიამოვნოთ უნდა საკუთარ თავს. გაუმარჯოს თავისუფლებას, რა თქმა უნდა. ხო. ძალიან დიდი ბედნიერება არის თავისუფლებაში მეგობრებო. გარწმუნებთ. ოჰო, გადამიცვინდა კარტები. აბა ნახოთ მეორე კარტი სად არის და რა არის. მეგობრებო, არ ვიცი სად გაძვრა, მაგრამ უნდა ავიღო. ერთი კარტი კიდევ აგდიაძირს და
უნდა ავიღო ისეთ სკამზე, აი ისეთ სკამზე ვზივარ, აი გაგეცინებათ სულთანი როიჯდა ჰიურემი დედას გეფიცებით, აი ზუსტად ჰიურემი რომ იჯდა, ისეთ სკამზე ვზივარ. ისეთი ძვირფასი რაღაცები მაქვს ოთახში. თუნდაც შკაფი, ნუ შკაფი რუსულია, კარადა. თუნდაც სარკე, აი თუნდაც კამოდი, რაც გინდათ ის დაარქვით. ხო. ხითხითებ, იხითხითე ანა მარია, ტელევიზორიც მაქვს ოთახში. ისეთი არა ძველად რო იყო გადართავდი და გადმორთავდი, არა, პულტიანი. ვაიმე აღარ შემიძლია. ვაიმე, აი დედას გექცებით მეგობრებო, თავისუფლებას თუ რაიმე ჯობდეს. ეხლა ვინც არ უნდა მიყურებდეთ, გინდ ქალბატონი, გინდ მამაკაცი, მეგობრებო. დედას გეფიცებით, შვილს გეფიცებით, უფალს გეფიცებით, სამყაროს გეფიცებით, ადამიანობას გეფიცებით. ხო? ეს დღეები მქონდა ჯოჯოხეთის. ეს დღეები რაც თქვენთან არ ვიყავი, მქონდა ჯოჯოხეთის. არ გეგონოთ რომ თქვენ ხართ მხოლოდ ესე. მეც ესე ვარ. ირგვლივ მეხვია ისეთი ადამიანები, რომელთანაც ნათქვამია სადაც არ ასჯობს, გასვლა ასჯობს. ხო და გავედი მეგობრებო. გავედი, წავედი, აუბარგდი. 3 დღეა ხელით დავათრევ ჩამადნებს. როგორც გინდათ ისე გაიგეთ. კი ბატონო. თითქოს და ეკონომიას ვაკეთებ ტაქსში, ავტობუსით დავდივარ, მაგრამ ამად ღირდა, აქამდე მოსასვლელად ღირდა. თავისუფლებას არაფერი სჯობია. ამიტომ ნახეთ, თქვენი სულის თავისუფლება. ეს კარტი გადავარდა. განთავისუფლება, გასვლა, ქალურ ენერგიებში ყოფნა, საკუთარი თავით ტკბობა, თბობა, აი ხო, რაც გინდათ ის დაარქვით. კი ბატონო. ამდენი დეპრესიები საკმარისია მეგობრებო. ხო. ამიტომ თავისუფლებას არაფერი ჯობია. იყავით ქალურები, იყავით კაბიანი ქალები, შარვლიანები არა მეგობრებო. კაბიანი ქალები. ხო. და ინარნარეთ, იფარფალეთ, რატომაც არა. კიდევ თქვენი ენერგიები. მადლობა სამყაროს. ხო, გამოდით ამიდან. დამოკიდებული ვარ, ეს არის ეხლა რა? თქვენ ხართ ეხლა დამოკიდებული დოვესეი მორიელი. მორიელს საქმე აქვს და მოვა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დამოკიდებულები ვართ სამსახურზე, ადამიანებზე, მშობლებზე, სიტუაციაზე, გარემოებაზე, ასე რომ გამოდით აქედან. კი, ეს სიტუაცია ეხლა მეც მაქვს, მაგრამ არა უშავს. მეც დამოკიდებული ვარ სამუშაოზე. ეხლა რო არ ვიმუშაო, წარმოიდგინეთ ეხლა იტალიაში ყოფნა, იგიც ვენეციაში, უმუშევრად ყოფნა. აი ხო წარმოგიდგენიათ მეგობრებო. თქვით ნაპოლში თუ 5 ევრო ღირს ბინა, აქ ღირს 10 ევრო და უფრო მეტიც კიდევ. ხო. რომ კურნალია თევზებსო. ბორბლები რამდენჯერ მოტყდა და რამდენჯერ შევცვალე თქვენც არ იცით მეგობრებო. რამდენჯერ გავაახლე ჩემოდნებიც. კი, ძველი გადავყარე, ახალი ვიყიდე. კიდევ სულ შარვალი რომ აცვიაო თქვენი ენერგიები. ხო, აი, ნახეთ, იმედი, რწმენა, მიღება, პალუჩენიე, აჟიდა, აი, ელოდებით, იმედის თვალით, დარწმენით, ელოდებით რაღაცას, ვიღაცას და სიტუაციას, გარემოებას. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ხო. თუმცა ტოქსიკურ სიტუაცია შეიძლება ეს იყოს ურთიერთობა ტოქსიკური და შეიძლება თქვენ თვითონ გქონდეთ ეხლა პაექრობა, ვიღაცას გინდა აჯობოთ, ვიღაცას რაღაცას თითქოს დაუმტკიცებთ, თითქოს და რაღაცას დაასდევხართ, მისდევხართ, ხართ გაურკვევლობაში და ამიტომ ჩემო ძვირფასებო კი რაც გააქვთ იმედი. იმედს არავინ არ გიკარგავთ. რკინის ჩემოდანი მათრევია ეხლა ანა მარია. არასოდეს არ დაკარგოთ იმედი მეგობრებო. ერთადერთი რაც არ უნდა დაკარგოთ არის იმედი. ერთი წუთით მოვალ.
ხო, რა ვაუ, ანა მარია, რა იყო? რკინის ჩემოდანი მათრევია ეხლა? ხო, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყველაფერს აკონტროლებთ. სოციალურ ქსელში ხართ 24/7-ზე. ჩემი არ იყოს. უყურებთ ვინ, სად, რა, როგორ, როდის. ხო. ვინ? ხუთი შეკითხვა გაქვს. ვინ, სად, რა, როგორ, როდის. ხო. ბევრ თქვენთაგანს გიყვართ ქუდები. შეიძლება გიყვართ კაპიშონიანი ზედები, სპორტულები. შეიძლება გიყვართ პროფილში სურათის გადაღება. შეიძლება გიყვარდეთ ხო ქუდით ჯდომა ოთახში. აი რაღაც მსგავსი მეგობრებო. ხო, გიყვართ ბნელი ოთახი, აი ნატურა ესეთი ნაჩნიკს რო ვეძახით, ნუ მაპატიეთ ხა ქართული უცებ მეგობრებო, რა ვიცი, რაც როგორღაც ვახერხებ. ხო, ამიტომ ყველაფერს და ყველას აკონტროლებთ, კონტროლი გიყვართ. ხო. ცილი გიყვართ სიბნელეშია. გავიხაროთ ერთად ჩემო ქართველებო, ამინ ჩემო ძვირფასებო. კიდევ თქვენი დასასრული. აი ერთი და იგივე მეორდება თითქმის დასასრული წარსულის, წარსულიდან წასვლა, გასვლა, ამ ყველაფერზე ფიქრი, შეცდომების გამოსწორება და მოკლედ მეგობრებო, უკეთესობისკენ მიდიხართ. კი, ძალიან ბევრი იფიქრეთ, ძალიან ბევრი გაანალიზეთ საკუთარ თავში, აი ზუსტად გუშინდელი სურათები. ანუ იმყოფებით ყველადან და ყველაფრიდან შორს, აი ხო გეუბნებით, არეუბნებით არავის თქვენს ადგილსამყოფელს შეიძლება არ გაინტერესებთ უკვე ვინ რა სიტყვის თქვენზე, თქვენზე ხართ აი ყველანაირ დაბრკოლების გადალახვებში, გინდათ რომ დასრულდეს რაღაცა, გინდათ რომ შეიცვალოს რაღაცა, გინდათ რომ იყოთ მოხიბლელები, დაიღალეთ ამ წასულ-მოსული ადამიანებით, დაიღალეთ ამ წასულ-მოსული გზებით, დაუსრულებელი ჭორაობით, დაუსრულებელი და გაუგებარი ადამიანებიდან დაიღალეთ ამ ყველაფრიდან და ადექით და ეს ყველაფერი უკვე დაასრულეთ. დასასრული. ეს არის დასასრული. თქვენი ერთი ხურჯინით და უკვე წახვედით. წახაი ნახეთ მარტო გზა გასაყარზე, ლიანდაგის გასაყარზე როგორ დგახართ. მეგობრებო, თქვენ ახლა შეიცვლით, ან უკვე შეიცვალეთ მისამართი, ან უყურეთ რისი თქმა მინდა. თუ მიდიოდით მარჯვნიდან, ეხლა წახვედით მარცხნივ. თუ მიდიოდით მაგალითად ავტობუსით, ეხლა წახვედით მანქანით ან ტაქსით. თუ მიდიოდით ავტობუსით, წახვედით თვითმფრინავით. ანუ შეცვალეთ, ტაქტი გაქვთ შეცვლილი უკვე ცხოვრების. ხო. აქამდე თუ იყავით, იცით როგორი, აქამდე თუ ფიქრობდით რომ ვაიმე სხვა რა სიტყვის, ვაიმე სხვა რა სიფიქრებს, ვაიმე და ვუიმე. ეხლა არ, ეხლა ფეხებზე გკიდიათ. ხა. რამდენჯერაც არ გამოგივათ, იმდენჯერ ეცდებით. აი თქვენ, აი იცი რა მომდის ეხლა, აი თუ კი ადამიანები გეუბნებოდათ აქამდე რომ თქვენ არაფერი გამოგივათ, თქვენ ამბობთ რომ დაჯექი და მიყურე. ამას ეუბნებით ყველას. შეიძლება პირისპირ ესე არ ეუბნებოდით, მაგრამ თქვენთვის საკუთარ თავს ეუბნებით ამ ყველაფერს რომ იმან ასე იფიქრა ჩემზე, დაჯდეს და მიყუროს. დაჯექი და მიყურე ეხლა თქვენთვის ამბობთ თუნდაც თქვენს რომელიმე მეზობელზე, რომელმაც გითხრათ შენ არაფერი გამოგივა. რა აზრია, მაინც აზრი არა აქვს ამ ყველაფრის კეთებას. ეხლა თქვენ პასუხს უბრუნებთ თქვენთვისვე. დაჯექი და მიყურე, ეხლა მე რას ვიზამ ხვალ. აი რაღაცა ეს მომივიდა მეგობრებო. უნდა გაუშვა აუცილებლად. როგორადაც არ უნდა გიყვარდეს. როგორადაც რთული არ უნდა იყოს. შენ გაუშვი და ის მოსასვლელი თუ ამოვა. ხო, აი ზუსტად მაგი ვთქვი, მარიკა. ვიღაცამ თქვა შეიძლება შენთვის ვერაფერს ვერ მიაღწევ, არაფერი გამოგივა. აზრი არ აქვს ახლა იქ რა გინდოდა რო წადი. დაჯექი და მიყურე, შენ ეუბნები. მიყურე როგორ მოვიქცევი, მიყურე რას გავაკეთებ, მიყურე როგორ მივაღწევ. ნახე თუ არ ვიყიდი მანქანას, ნახე თუ არ ვიყიდი ბინას, აბა ნახე თუ არ მოვწყვეთ ვარსკვლავებს ცაზე. აი ამას ამბობთ.
ხო აუცილებლად უფალს უნდა მიანდოთ ყველაფერი. აი მეგობრებო, ეს ადამიანი უფლისამარ არ მიდის, ამას არავინ არ ყავს. ხედავთ? ერთი ბოთლი წყალი და 5 კილოიანი ალბათ რუგზაკის ჩანთა და რაც აცვია იმით. დამთავრდა. ბევრ შეიძლება კეპკაც გიყვარდეთ, კეპკიანი ქუდიც. ხო, ისეთია, აი მეგობრებო, ქვემოდან კიდე წასვლის კარტი. თქვენი ადგილმსამყოფელი ეხლა არავინ არ იცის, არავის არ ეუბნებით თქვენ შესახებ არაფერს აღარ ყვებით. არავისთან არაფერს არ ყვებით. სად ხართ, რას აკეთებთ, ვისთან ხართ, რას ფიქრობთ, რას მოღვაწეობთ, ან ხელფასი რამდენი გაქვთ, ან რომელ ქალაქში გადახვე, მსგავსი არავინ არაფერი არ იცის. მეგობრებო, ნახეთ რა წერია. ნევიძიმი გაუჩინარდით უკვე, თქვენი ადგილმსამყოფელი არავინ არ იცის. აი ესე ხართ. ხო. იმიტომ რომ დადგა ამის დრო. ამის დრო მოვიდა უკვე. ბევრ შეიძლება გიყვარდეთ აქსესუარი საათი, შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ხშირად უყურებდეთ საათს, დროს უყურებდეთ, დრო. ციკლი დამთავრდა მეგობრებო, რაღაც ციკლი დამთავრდა თქვენ ცხოვრებაში, რაღაც ეტაპი დამთავრდა, რაღაც მონაკვეთი დამთავრდა, ახალი წელი დაიწყო, ხო? ძველი დამთავრდა, დაიწყო ახალი წელი. აი ეს მოხდა უკვე. ხო. აი ეს მოხდა უკვე მეგობრებო. დასრულდა რაღაც ციკლი, დასრულდა რაღაც ეტაპი და ეხლა ახალი უკვე დაიწყება არა, უკვე ახალი დაიწყო. იცოდეთ რომ აქამდე თუ კი ვერ ამჩნევდით ამ ახალს, მეგობრებო, ეხლა შეამჩნევთ. აბა გადახედეთ წარსულს, წარსულში რა იყავით და ეხლა რა ხართ. ამით მიხვდებით, რომ ისე აღარ არის ყველაფერი როგორც იყო, ის აღარ ხართ, ვინც იყავით, ის აზრები აღარ გაქვთ, რაც გქონდათ, აღარ გაინტერესებთ წარსული. ყოჩაღ თქვენ. კი მეგობრებო, გამაჟრიალა, დედას ფიცა ვარ გამაჟრიალა. არავის ეუბნებით არაფერს თქვენ შესახებ. ყველაფერს მალავთ. თუნდაც იმასაც მალავთ, რომ პომადა გისვიათ. ამასაც მალავთ. აი ესე დადიხართ. აი რა ვთქვა მეგობრებო. ყველაფერს უმალავთ, არავისთან არაფერს აღარ ყვებით. საკუთარ თავსაც აღარ უმხელთ. საკუთარ თავთან თუ კი ადრე საუბრობდით ხმამაღლა, აი მაგალითად მე ჭურჭელს რო რეცხავდი ადრე ხელით, სულ ხმამაღლა ვფიქრობდი. ხო, ფიქრი გიყვარდათ ხმამაღლა. ეხლა არა მეგობრებო. ეხლა ხმამაღლა აღარ ფიქრობთ, ანუ რასაც ფიქრობდით, იმას საუბრობდით საკუთარ თავთან. ეხლა აღარ მეგობრებო. რამდენი ხართ ესე? შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ჩუმათაც ტიროდეს და ნახეთ დაჟე ცრემლებიც არ გიჩანათ, არავის არ აჩვენებთ თქვენს გულის ტკივილს, თქვენს ცხოვრებას, თქვენს ადამიანობას, თქვენს გულს, თქვენს სულს, თქვენს შინაგან სამყაროს არავის აღარ აჩვენებთ. დამთავრდა წარსული, დამთავრდა. ხო. დამთავრდა მეგობრებო. ისე აღარ იქნება როგორც იყო. მოდი ერთი ბარათი კიდე უბრალოდ რო გული გაგიხალისოთ. ერთი ბარათი კიდე. რა არის ისეთი, რაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რადგან ეს არის კარტა პრეცკაზანიე. მოდი ნახოთ ახლა. რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ, ერთი ბარათი. აი ის რომ თქვენი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ. აი მეორე შანსი. მეგობრებო, მეორე შანსი. თქვენ მოგეცათ კიდევ შანსი. ცხოვრებაში გაქვთ კიდევ შანსი და საშუალება მოგეცათ და მოგეცემათ, ან უკვე მოგეცათ, რომ თქვენი ცხოვრება გამოასწოროთ, რომ შეცვალოთ, რომ ცვლილებები შეიტანოთ, თუნდაც საკუთარ თავში, სილამაზეში, ცხოვრებაში, ურთიერთობაში, ყველაფერში მეგობრებო.
დაასრულეთ საკუთარ თავთან ჭიდილი. დაასრულეთ საკუთარი თავის ტანჯვა, მეგობრებო. პირველი კარტი დაიწყო მობოდიშებით. დაასრულეთ უკვე. აპატიეთ საკუთარ თავს, მოუხადეთ ბოდიში, გადით სალონში, სტილი შეიცვალეთ, იმიჯი შეიცვალეთ, გარეგნობა შეიცვალეთ, ტანსაცმელი შეიცვალეთ. ხო, მეგობრებო, ყველაფერი შეცვალეთ. საკუთარ თავში შეცვალეთ, აზრები, ფიქრები, ცხოვრება შეიცვალეთ, მეგობრებო. ეცადეთ მაინც. ეცადეთ მაინც. დაახლოებით დღეს ვიყავი ესეთი. დაახლოებით. გაიხარე იუზერ, უღრმესი მადლობა. მეგობრებო, ძალიან მინდა რომ იყვეთ ბედნიერები. რაც მე თქვენთვის მინდოდეს და მემეტება, აი უფალმა ის დამიბრუნოს უკან. ხო. საკუთარ თავთან დაიწყეთ მუშაობა. ყველაზე ყველაფერს გადაუსვით ხაზი და საკუთარ თავთან დაიწყეთ მუშაობა, მეგობრებო. აი ნახეთ, პირველი კარტი. პირველი ბარათი. აი მეგობრებო. ამით დაიწყო თქვენი ენერგია. ხო, ანუ აპატიეთ ყველაზე ყველაფერს, თუნდაც გიყვართ და გული გატკინათ, იმ ადამიანსაც აპატიეთ. აპატიეთ. მიუტევეთ და გაუშვით. პატიება იმას არ ნიშნავს, რომ უკან დაიბრუნოთ. არა, აპატიეთ და გაუშვით. და მიიღეთ ეს ყველაფერი გამოცდად. ეს ყველაფერი გამოცდილებად მიიღეთ. ხო. აი ასე. ასე ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ესეთი იყო თქვენი დღევანდელი ენერგიები, ძალიან მისაღები და ძალიან სასიამოვნო. ძალიან კარგია, რასაც ფიქრობთ, რასაც აკეთებთ, რასაც მოქმედებთ და ყოველთვის, როდესაც ადამიანები დაგაყენებენ, მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ. როდესაც როდესაც ადამიანები დაგაყენებენ არჩევანის წინაშე, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი. ხო. და ყოველთვის ყველაფერი დაიწყეთ თავიდან. აუცილებლად თავიდან. ცხოვრება გააგრძელეთ თავიდან. მხოლოდ საკუთარი თავი. კი ბატონო. ხო, თქვენ გულიც გიკარნახებთ. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. გულის კარნახს მიენდეთ. გულის კარნახს და თქვენ აუცილებლად იყოვით თქვენს სულიერ მეგობარს. თქვენ შეიძლება იყოთ უკვე თქვენ სულიერ მეგობართან, მეგობრებო. თქვენი სულიერი მეგობარი. მოდი ეს იყოს ჩვენი დღევანდელი თემა, ჩვენი სულიერი მეგობარი. აი ეს არაჩვეულებრივი თემაა დღევანდელი. ჩვენი სულიერი მეგობარი. ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი იქნება ჩვენი სულიერი მეგობარი. ერთი წუთით მეგობრებო, დავიწერე რომ არ დამავიწყდეს. ჩვენი დღევანდელი თემა არის სულიერი მეგობარი მყავს უკვე. ძალიანაც კარგი. ჩვენი სულიერი მეგობარი. მაპატიეთ მეგობრებო, ალერგიას მაძლევს ხსნარები. არა და აქ სხვანაირად არ გამოდის, ვიცით. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გავარკვიოთ ეხლა ამ კარტს დავტოვებ. ამ კარტებს დავტოვებ. შეიძლება უკვე იყოს თქვენ ცხოვრებაში ესეთი ადამიანი, ამ კარტებს დავტოვებ და მე გავაგრძელებ. უბრალოდ ეხლა ახსნა განმარტებას ხაზს გასმით, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება უკვე არსებობდეს ეს ადამიანი, რომელთანაც გაქვთ მეგობრული ურთიერთობა, ადამიანთან, რომელთანაც ხართ ძალიან თავისუფალი ურთიერთობა გაქვთ, თავისუფალი მეგობრები ხართ, საუბრობთ მეგობრებო, შეიძლება დილით ესალმებით ერთმანეთს, შეიძლება საღამოთი ესალმებით ერთმანეთს, შეიძლება 2 დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, მაგრამ გქონდეთ საუბარი, მაგრამ ნახეთ, იცით როგორი მეგობრები ხართ? აი, საჭირო დროს რომ საჭირო დახმარებას აღმოგიჩენთ, აი ეს არის ის ადამიანი ზუსტად, რომელთანაც სულიერად კარგად ხართ, სულიერად თავისუფალი ხართ, ყველაფერზე შეგიძლიათ ისაუბროთ ამ ადამიანთან. ესეთი ადამიანი შეიძლება უკვე არის თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, გადახედეთ თქვენ სამეგობრო წრეს. ხო.
ამ ადამიანთან გელოდებათ ცხოვრების რაღაც ახალი ეტაპი, მეგობრებო. ახალი ეტაპი, ურთიერთობის გაღვივება, რაღაც აღმოცენება, რაღაც ახალი დაიწყება ამ ადამიანთან. მეგობრებო, ბატონო, ამ კარტს ახლა ესე შევინახავ, ჩემო ძვირფასებო და აქ იყოს და ამის მიხედვით, ჩემო ძვირფასებო, ამ 4 დასტის მიხედვით გავაგრძელებ, რადგან ეს ამოვარდა, საჯაროა კი. აქ დავტოვებ ესე და ამით მერე გავაგრძელოთ ჩემო ძვირფასებო დღევანდელი ჩვენი ლაივი, ჩვენი თემა. მორგანა. არ არის აქ მორგანა? კი. რაზეა გაშლა? დღევანდელი ჩვენი გაშლა საჯარო თემა იქნება სულიერი მეგობარი. ჩემზე რეზონირდა უკვე. ძალიანაც კარგი. თქვენი დახასიათება გამოტოვეთ, თქვენი ენერგიები, მეგობრებო. ისე როგორ ვთქვა, მაგრამ თუ კი გსურთ პარტნიორზე, უბრალოდ გადავხედოთ. ვისაც არ გსურთ, შეგიძლიათ ასკროლოთ და მერე ისევ დაბრუნდეთ. არ ვიცი, მეგობრებო, თქვენი გადასაწყვეტია. ჩაიფიქრეთ. ეხლა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თუნდაც ეს ახალი ადამიანი, რომელიც უკვე არის თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც უკვე მეგობრულად ხართ, მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, აქ არის მე ვხედავ ძალიან დიდ სიყვარულს. თქვენ ამ ადამიანს გრძნობთ. შეიძლება თქვენ შორის იყოს რაღაც გრძნობა, იცით როგორი, უყურებდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის გრძნობა, ერთმანეთის ტკივილს გრძნობდეთ, ერთად ყოფნად გსიამოვნებდეთ. თქვენი მეგობრობა ძალიან სასიამოვნო იყოს, თუნდაც საუბარი ძალიან სასიამოვნოა. რაც არ უნდა გაბრაზდეთ, რაც არ უნდა ნაწყენი იყეთ, მაინც რიგდებით. რაღაც უმნიშვნელოდ რიგდებით. აქ არ არის აბსოლუტურად არაფერი გადამეტებული. აინახეთ? მეგობრებო, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მეგობრებო, ნახეთ რა ხდება. თქვენ და მხოლოდ თქვენ. ამ ადამიანს არჩევანი თქვენთან აქვს. დედას გეფიცებით, გაოცებული ვარ. არ მინდა უბრალოდ გავაგრძელო. ეს ის ადამიანია, რომელმაც აგირჩიათ თქვენ. ეს ის სულიერი მეგობარია, რომელსაც თქვენთან ყოფნა უნდა. ცხოვრების გაგრძელება უნდა. მთელი ცხოვრება თქვენთან ერთად უნდა. გოგოებო, გაოცებული ვარ უბრალოდ. აგე ქუცურა. აგე მეგობრული ქუცურა. ეს არის ნამდვილი ქუცურა. აგერ თქვენი ქუცურა მეგობრებო, ნახეთ თან, ძალიან საყვარელი, ძალიან თბილი, ძალიან მეგობრული, თუნდაც მინდვრის ყვავილს მოგიტანთ, ესე მოგიტანთ, უბრალოდ თუნდაც ერთი უმნიშვნელო ყვავილი, ესე მიაწყვიტოს და მოგიტანოთ, ძალიან სასიამოვნოდ გამოუვა ამ ადამიანს, ან უკვე გამოსდის, ელემენტარული ყურადღება, ძალიან ისე გამოსდის ამ ადამიანს, მე ვხედავ აქ თქვენს კმაყოფილებას, მე ვხედავ აქ მეგობრებო, ძალიან დიდ მომავალს. მე ვხედავ აქ თქვენს მომავალს. თქვენს ერთად ყოფნას ვხედავ აქ. მეც ამით არ გავაგრძელებ. ძალიან ბევრის მთქმელია ეს სურათი. არა, მასე არ გამოვა. ყვავილებს შენ რომ დაახვედრებ, იმას მასეთი სითბო არ ექნება. თვითონ რომ მოგიტანს ქუცურ-ქუცურით, ის იქნება ყველაზე მაგარი. ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ ამ ადამიანიდან ესეთ მსგავს საქციელს, სითბოს, სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას. ეს ადამიანი დაგანახებთ თუ როგორია ურთიერთობა. ამ ადამიანთან დაინახავთ ურთიერთობას, ამ ადამიანთან იგრძნობთ თქვენს სულიერებას, სიმშვიდეს, სიყვარულს. სიყვარული იცით როგორი იქნება, ძალდატანებითი არა. შეხედავთ ერთმანეთს და უკვე მიხვდებით რისი თქმა გინდათ. ეს ადამიანიც მიხვდება თქვენ რა გინდათ და თქვენც მიხვდებით თუ მას რა უნდა. აქ იქნება თვალებით საუბარი, აქ იქნება გულით საუბარი.
აქ არ იქნება დებილო შტერო მეტრიე წეთრიე. მიწაში წაი, ამისიქი წაი, მისიქი წაი. ჩანდაბაში წაი, მოსლენში წაი. აი მე აღარ შემიძლია. ხა. ეს არ იქნება მეგობრებო. იმის იქით წაიო. ხა. ქვესკნელში წაი. მეგობრებო. ხო. აი ვერ ვიტან. აი სიტყვა ბინძურ ადამიანებს ვერ ვიტან. უბრალოდ აქ არ იქნება მსგავსი. ეს იქნება თვალებით საუბარი. კი. აქ იქნება მეგობრობა, აქ იქნება სიყვარული, აქ იქნება ერთგულება, აქ იქნება დაფასება, ურთიერთგაგება, პატივისცემა. აქ დამოუკიდებელი ურთიერთობა არ იქნება. ერთმანეთზე დამოუკიდებულები არ იქნებით. არ მოუშლით არც ერთი ერთმანეთს, თუნდაც მეგობრებში წასვლას, მოსვლას. აქ არ იქნება ეჭვიანობა, აქ არ იქნება მსგავსი არაფერი. უკუჩვენებითი. აქ ყველაფერი იქნება ანუ იცით, რასაც ელოდით აქამდე, როგორ ურთიერთობაზეც ოცნებობდით, ზუსტად იმ ურთიერთობას იმ ურთიერთობასთან მიდიხართ. არა, ყოფილი არაა. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენი ყოფილი პარტნიორი ესეთია? მეგობრებო, რას მელაპარაკებით? აქ წარსულზე არ ვამბობ, არ საუბრობ. მე აქ ყოფილ პარტნიორზე არ საუბრობ. ყოფილი პარტნიორი რო ყოფილიყო, ყოფილი არ ერქმეოდა. ხა. ხა, მოკლედ ესეა, მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანს. ოხ, მოკლედ. ელოდეთ ამ ადამიანს. ან უკვე არის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და იცოდეთ რომ თქვენი ურთიერთობა თუ კი ვინმესთან არ არის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, იცოდეთ რომ თქვენი ურთიერთობა დაიწყება მეგობრობით. ან მეგობრობით დაიწყო და უკვე არის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ან მეგობრობით დაიწყება. ხო, მეგობრობით, ძალდატანებით არა, ჯიქურ არა, გაგებით ურთიერთპატივისცემით, დაფასებით, სითბოთი და ერთგულებით. სხვანაირად არა. ესე რომ დავამთავროთ ახლა ჩვენი ეს ლაივი არა, ამ კარგ ნოტებზე? მეგობრებო, რო აღარ მინდა გაფუჭება ამ ყველაფრის, იცით? ხო. არა უშავს, მორცხლობა არაფერ შუაში არაა, მეგობრებო. მორცხვიაო არა. უბრალოდ ადამიანი არის თავშეკავებული. ადამიანი არის, იცით როგორი მორცხობა არ დაარქვათ ამ ყველაფერს. აი, როდესაც აი ვერ გავიგე ახლა, მოდი ერთ შეკითხვას დაგისმევ. მორცხვია არ მოგწონთ, ჯიქურ მოდის არ მოგწონთ, ჯიუტია არ მოგწონთ, ის არ მოგწონთ, ეს არ მოგწონთ, ამბობს რატომ ამბობსო, არ ამბობს რატომ არ ამბობსო. რა გინდათ ხალხნო? რა გინდათ? ხო. მეგობრებო, უყურეთ, ურთიერთობა, ნამდვილი ურთიერთობა, იცით სად არის? იქ კი არ არის, სადაც ემოციაზე გამოგიყვანს ადამიანი და აი ვაიმე ეიფორია დაგეწყებათ და ვაიმე შფოთვები და მთელი ამბები. არა, მეგობრებო, ეს ურთიერთობა არ არის. ეს არის წამიერად დღეს ხვალ და ზეგ, მაზეგ აღარ იქნება. არა. ესეთი არ გინდოდეთ. ესეთი ურთიერთობა არ გინდოდეთ. ადამიანი უნდა იყოს დინჯი, ადამიანი უნდა იყოს მოწესრიგებული, ადამიანმა უნდა მიგიღოს ისეთი როგორიც ხარ, ადამიანმა უნდა დაგაფასოს ისეთი როგორიც ხარ. ხო. სხვანაირად არა, ემოციაზე რო წამოგაგებს და სულ რო განერვიულებს და აი ამერიკული მთები როა, ამერიკანსკი გარი რო იტყვიან. ესე არა, მეგობრებო. ესეთი არა, ესეთი ურთიერთობა
შორს ვერ წავა. წასულ-მოსული ურთიერთობა. როდესაც დღეს კარგად ხარ და ხვალ ცუდად ხარ, იცის ამან. ძალიანაც კარგი. ხო. აი მინდა ეხლა, აი ესეთ სწორ მდგომარეობაში, უბრალოდ რამდენიმე ტაროს დასტით კიდევ გავაგრძელო. აი მეგობრებო, ეს ადამიანი ეხლა აქ ვინც არის. იმედი არ გადაცვინდება. ხო, აი ხო ხედავთ. კი ბატონო. აი მეგობრებო, ესე მინდა რომ გაჩვენოთ უბრალოდ. იმედია ჩანს. აი ეს ადამიანი, რომელიც ეხლა არის თქვენ ცხოვრებაში, ვის ცხოვრებაშიც არის უკვე მეგობრებო. ვის ცხოვრებაშიც არის. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს თქვენი ახალი ადამიანი. აი მეგობრებო, ქვემოდან ნახეთ. ქვემოდან რა კარტია. რა ნაბიჯებს გადმოდგამს? ბატონო, მზე, სითბო, სიყვარული და ერთგულება. თქვენ იქნებით ორივე ერთნაირად ბედნიერები. მე აქ დიდ სიყვარულს ვხედავ. ეს არის ის ადამიანი, ვინც ესე სიყვარულის ხელს გამოგიწვდით, სითბოს დაგანახებთ, სიყვარულს დაგანახებთ. ამ ადამიანთან დაინახავთ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ურთიერთობა. ამ ადამიანთან იგრძნობთ თავს ძალიან ბედნიერად. ანუ ერთნაირად იქნებით. თქვენც და ისიც. ნახეთ, თქვენს უკან ან იწვიმებს, ან ითოვებს, ან ვინ რა სიტყვის, ეს უკვე თქვენ აღარ შეგეხებათ. ამაზე თქვენ აღარ იდარდებთ, მეგობრებო. ხო. აი ესეთი ურთიერთობა გექნებათ ამ ადამიანთან. კიდევ მეგობრებო, როგორი იქნება ის? თქვენთვის როგორი იქნება ის? ამ ადამიანიდან შეტყობინებას მიიღებთ. ეს ადამიანი წუთი-წუთზე, წამი-წამზე, არ ვიცი, შეიძლება ხშირად იმესიჯოთ, ხშირად იმესიჯებთ. აი როგორ ვთქვა, შეიძლება იყოს მანძილზე ურთიერთობა, შეიძლება იყოს ინტერნეტ ნაცნობობაც. თუ კი არ იცნობთ ამ ადამიანს, გაიცნობთ შეიძლება ინტერნეტით. კიდევ ხო, ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება ეხლა არც გქონდეთ ამ ადამიანთან ისეთი უშუალო კონტაქტი, თითქოს მანძილია თქვენ შორის, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არის პაუზა. თქვენი ურთიერთობა ამ წუთას შეიძლება არ ვითარდება, განვითარებაში ამ წუთას შეიძლება არ იყვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ რაიმე არ იქნება. ეს არის უბრალოდ დროებითი პაუზა. მეგობრებო, ნახეთ. ელოდეთ მისგან მოსვლას, ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, ელოდეთ მისგან შემოთავაზებებს, სიყვარულს, ელოდეთ. კი, ელოდეთ მეგობრებო. აი რა გავაკეთო? ელოდეთ. ხო, ელოდეთ მეგობრებო. ელოდეთ. აჰა, თქვენ ამ ურთიერთობას არავის არ ეტყვით. აი ნახეთ მეგობრებო, და რამდენადაც არ ეტყვით, იმდენად გამარჯვებული გამოდიხართ. კი. იცოდეთ რომ კრინტი არ დაძრათ არავისთან. კრინტი არავისთან არ დაძრათ მეგობრებო. ამ ურთიერთობაზე არავისთან არ ისაუბროთ. ამ ურთიერთობაზე ზოგადად არავისთან არ მოყვეთ თქვენი ურთიერთობა. ანუ თუ როგორ ააწყვეთ ეს ურთიერთობა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ან როგორ შექმნით ეს ყველაფერი, თუ კი რაიმე ენერგია ჩადეთ ამ ურთიერთობაში, როგორ გაიცანით, ან თქვენ რა გააკეთეთ, ან თქვენმა პარტნიორმა რა გაჩუქათ, რა შემოგთავაზათ, როგორ აეწყო, როგორ დაიწყო, ეს არაფერი არავისთან არ თქვათ მეგობრებო. არაფერი არ თქვათ არავისთან. ნახეთ? აი ეს ხართ თქვენ. არავისთან არაფერი არ თქვათ მეგობრებო. ხო. კიდევ რა გაფრთხილ, აი ნახეთ უბრალოდ როგორ გაფრთხილებას გაძლევთ კარტი. კიდევ რა უნდა გააკეთოთ? რა უნდა გააკეთოთ? ძალა მეგობრებო. ელოდეთ ამ ადამიანიდან შემოთავაზებას და ეს ადამიანი, როდესაც შემოგთავაზებთ, მიიღეთ ეს შემოთავაზება მიიღეთ.
მიიღეთ მეგობრებო, ეს ხო თქვენ არ გითხოვიათ. მოდის ადამიანი შემოთავაზებებით, მოდის დახმარებებით, მოდის ფულადი საჩუქრებით, რაც არ უნდა შემოგთავაზოთ ამ ადამიანმა, უარი არ თქვათ. ეს შეიძლება კიდევ იყოს ქორწინება. ქორწინება მეგობრებო. ძალიან თავაზიანი, ძალიან ისეთი მოკრძალებული ქორწილი. მე ვხედავ მოკრძალებულ ქორწილს. ეს არ იქნება ისეთი ქორწილი შეიძლება, რომ აი 300 კაციანი ქორწილი რო იტყვიან, რასის სულელეა. არა, ეს იქნება ძალიან დიდი ძალიან მოკრძალებული შეიძლება ქორწილი. შეიძლება გქონდეთ მხოლოდ ჯვრის წერა, ან ხელის მოწერა, ან რაღაც ისე ძალიან დიდი არა. აი ეხლა რო იციან, ისეთი არა. ხო. კიდევ რას გვეტყვის, მეგობრებო? აი, თქვენი ცხოვრება იწყება თავიდან. სამყარო საჩუქარი, თქვენი უძილობა დასრულდა. დასრულდა თქვენი ტანჯვა, დასრულდა თქვენი წამება. აი, ნახეთ, სრულყოფილება და ცხოვრების თავიდან დაწყება. მეგობრებო, მე არ გავაფუჭებ ამ ყველაფერს. არა. ეს არის ის, რასაც ელოდებოდით. ეს არის ის, რაც თქვენ უფალს თხოვეთ. ეს არის ის, რასაც აქამდე ისურვებდით, ნატრობდით, ლოცულობდით, რაც თქვენთვის გაუგებარი იყო, რაც არ იცოდით, მეგობრებო. ბალანსი მოდის თქვენ ცხოვრებაში, სიახლეები მოდის თქვენ ცხოვრებაში. აი ნახეთ კარტი და აი თან თქვი და უფალს ევედრებოდით, მეგობრებო. ეს არის ის, რაც უფალს თხოვეთ. აი ზუსტად ეს არის თქვენი ურთიერთობა. ის კი არ არის, ვინც თქვენ გინდოდათ. არა. თქვენ კი არ გინდოდათ, თქვენ უბრალოდ გინდოდათ წარმოგედგინათ ესეთი ურთიერთობა. უბრალოდ ესეთი ურთიერთობა მოდის, როგორც სხვა ადამიანის სახით. როგორ არა, ვისთანაც არ არის უყურეთ, რა პრობლემაა, ხალხო? ყველამ უყურეთ, ვისაც გსიამოვნებთ, უყურეთ მეგობრებო. რატომაც არა? თუ არ არის შემოვა ესეთი ადამიანი. შემოვა ესეთი ადამიანი, ვისთანაც ჯერ არ არის ესეთი მეგობრული ურთიერთობა და არ არის შემოსული ესეთი მეგობრულად ადამიანი, შემოვა მეგობრებო. ეს იქნება ის ადამიანი, ვისაც ნატრობდით, ან ვისაც ოცნებობდით, ან გინდოდათ, რომ ესეთი შემოსულიყო თქვენ ცხოვრებაში, ხო? ან ვინც გინდოდათ, შეიძლება ეს თქვენი ოცნება იყო, რომ აი ესეთი თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი და აი თქვენთვის ისეთი ადამიანი შემოსულიყო თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც სულიერი მეგობარი, მეგობრებო. აქ იქნებით ცოლ-ქმარიც, მეგობრებიც, აი ძალიან ისეთი შერწყმული, დაბალანსებული ურთიერთობა გექნებათ. თითქოს რაღაცით ემგავნებით ერთმანეთს. ნახეთ, აი უბრალოდ რაღაც საერთო გექნებათ. რაღაც საერთო გექნებათ. რაღაც თქვენნაირი შეიძლება რაღაც კონდეს ამ ადამიანს. შეიძლება თქვენნაირი ცხოვრება კონდეს გავლილი, ან შეიძლება თქვენნაირი სტილი კონდეს. აი ხო გეუბნებით, ბალანსი და სულიერი სულმეითები ყოველთვის არიან აი ერთნაირები ხართ. ამ დროს მეგობრებო და ამიტომ უგებთ ერთმანეთს. ერთნაირი ტკივილი გაქვთ გავლილი, ერთნაირი ცხოვრება გაქვთ გავლილი, ერთნაირი ხედვა გაქვთ, ერთნაირი გემოვნება გაქვთ. აი ბევრ თქვენთაგანს გინდათ მშვიდი და წყნარი ცხოვრება, ხო? ესაა თქვენთვის მთავარი. აი მისთვისაც ეს იქნება მთავარი. ხო, აქ ფინანსებზე არა ადამიანი დაყრდნობილი, ვაიმე დღეს ფული არ მაქვს, არა. ფულზე არა აქ საუბარი. ფული არ არის ბედნიერება. სითბო და სიყვარული ურთიერთგაგება, პატივისცემა არის ბედნიერება თქვენთვის, ხო? აი ზუსტად ანალოგიურია მისთვის. ხო. იცოდეთ რომ მისთვისაც ზუსტად ანალოგიურია მეგობრებო. ასე რომ მეგობრებო, ამ ადამიანთან თმა გექნებათ, არ გექნებათ დავარცხნილი, ამას მის მნიშვნელობა არ ექნება. ეს ადამიანი მიგიღებთ ბუნებრივს, ისეთივეს როგორიც ხართ. შეიძლება ამ ადამიანთან მაკიაჟიც არ გაიკეთოთ, მაგრამ ამ ადამიანს ეყარებით ისეთივე როგორიც ხართ. თუნდაც იმ სტრეპებით, აი ხო რა ქვია
თუნდაც იმ აი ხო ხვდებით არა, აი ზედმეტი ქოლესტერინებით, ზოგს რო აქვს ვაიმე დეპრესია, ვაიმე რა მსუქანი ვარ და ვაიმე რა სუსტი ვარ და ვაიმე შავი ლაქები მაქვს და ვაიმე ჭორფლები მაქვს და ვაიმე პატარა ტუჩები მაქვს, დავიბერო უნდა. არანაირად მეგობრებო, არაფერი არ დაიბეროთ, არაფერი არ შეიცვალოთ, არაფერი არ გააკეთოთ. იყავით ის ბუნებრივები, როგორებიც ხართ. ზუსტად ასეთივეს შეგიყვარებთ თქვენი პარტნიორი. ხო. როგორი ქალურებით თქვენ იქნებით, ისეთივე მამაკაცური იქნება თქვენი პარტნიორი. ზუსტად. ხო. ასეა მეგობრებო, ასე. რა თქმა უნდა. ხო. არანაირი ტუჩების დაბერვა, არანაირი მკერდის გაკეთება, თუნდაც ტრაკის. მაპატიეთ ახლა უკმეხი გამოთქმისთვის. არა მეგობრებო. არა. არაფერი ბუნებრივობას, ბუნებრივ თავისუფლებას, ბუნებრივ სითბოს ყურადღებას და აი ხო, ამას არაფერი ჯობია. იყავით ისეთები, როგორებიც ხართ და თქვენს პარტნიორს ეყვარებით ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ. ხო. კი, თქვენ იცნობთ უკვე ამ ადამიანს. ამ ადამიანს უკვე იცნობთ, კი. ეს ადამიანი უკვე თქვენ ცხოვრებაში არის. არის მეგობრებო, კი. ეს ადამიანი უკვე თქვენ ცხოვრებაში არის. ეს ადამიანი უკვე თქვენ ცხოვრებაში არის. ეს არის ახალი დასაწყისი, ახალი ეტაპის დასაწყისი. მოულოდნელი ცვლილებები, მოულოდნელად ყველაფერი შეცვლა. აი თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ისე შეიცვლება ყველაფერი. აი ვერც იგრძნობთ. აი ვერ მოასწრებთ. არ დახოცავთ ერთმანეთს. არ დახოცავთ ერთმანეთს. არა მეგობრებო, არა. არ დახოცავთ ერთმანეთს, ამიტომ არი ნერვიულად. და მოდი მაინც რჩება თქვენ. არ გავაგრძელებ მეგობრებო დიდხანს. უკან არ დაიხიოთ არაფერზე. უკან არ დაიხიოთ. თქვენ გაქვთ ძალა, თქვენ გაქვთ ნებისყოფა, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნახეთ, მოდის ეს ადამიანი. ეს ადამიანი მოდის, მეგობრებო, მოდის თქვენი ოცნებების ასრულების დრო მოდის. აი ვერ ველევი კარც. ეს ადამიანი არ დაგთმობთ. ეს ადამიანი, ამ ადამიანს უარი რომ ცუთხრად არ დაიხეს უკან. არავითარ შემთხვევაში არ დაიხეს უკან. არა, იბრძოლებს, იშრომებს, ყველაფერს გააკეთებს თქვენ გამო. ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია თქვენ გამო. ოღონდ მართლა. ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია თქვენ გამო. ამიტომ მეგობრებო, ელოდეთ სიახლეებს. ნახეთ, პასუხისმგებლობის აღებას ელოდეთ ამ ადამიანიდან. კი, მეგობრებო, კი. ბევრი არ იფიქროთ. არ დაკარგოთ, შანსი არ გაუშვათ ხელიდან. ყოველ შემთხვევაში ხელი არ კრათ ამ ადამიანს, მეგობრებო. დღეს სასწაული გაშლა და ბოლომდე არ ვიღებ კარტებს, მეგობრებო. ხელი მაინც გამირბის. მინდა რომ აქვე დავამთავრო, მინდა რომ აქვე დავასრულო. კი ბატონო. აი მეგობრებო, გადავშალე კარტი და თქვენ ხართ იმპერატრიცები. თქვენ ხართ აი სასწაული ადამიანები. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც დაიმსახურა ეს ყველაფერი. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ვერაფერმა ვერ მოერია. ის ადამიანები ხართ, ვინც ვერაფერმა ვერ გაგტეხათ, ვერ წაგაქციათ, არ გაგაბოროტათ. არ ხართ შურიანები, ბოღმიანები. აი თქვენ ხართ იმპერატორი ქალები, იმპერატრიცები. იყავით ესეთები ბოლომდე მეგობრებო. ნახეთ, სტაბილურები. სტაბილურობა მოდის თქვენ ცხოვრებაში. ფინანსები მოდის თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელსაც თავისი დანაზოგი მაინც ექნება და თქვენ იქნებით სტაბილურად. თქვენ გაჭირვება აღარ გექნებათ. ხო, თქვენ უკვე გაჭირვება აღარ გექნებათ. ცუდი უკვე დამთავრდა. ის რაც იყო უკვე აღარ იქნება. ისე რაც იყო არაფერი აღარ იქნება. წარსული დაივიწყეთ მეგობრებო. უბრალოდ სასწაული გაშლა.
დღეს არის სასწაული, საოცრება. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგოთ. აი შეიძლება ცხოვრება დაკარგო, ქონება დაკარგო, აი არ ვიცი რა თქვა, აი ყველაფერი შეიძლება დაკარგო ადამიანმა, მაგრამ იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგო. უფლის რწმენა არასოდეს არ უნდა დაკარგო. ერთადერთი ის რაც გამაჩნია მე პირადად არის იმედი და რწმენა. ამას ვერავინ ვერ წამართნევს. აი ზუსტად, აი შვილს გეფიცებით, რამდენმა მითხრა, რომ შენ ვერაფერს ვერ შეძლებ. ხო და მეც ახლა ვფიქრობ ჩემთვის და ვუბრუნებ პასუხს. დაჯექი და მიყურე, ან დაწექი და მიყურე, რომ ლოგინიდან არ გადმოვარდე. ზუსტად. რას გვეტყვის ასტრაბარათები ამ თქვენს ახალ ადამიანთან დაკავშირებით? რას გვეტყვის ასტრაბარათები, მეგობრებო? რას გვეტყვის ასტრაბარათები? აი ეს არის სიხარულის კარტი, ეს არის ბედნიერების კარტი, ეს არის უფლის წყალობის კარტი. ნახეთ რამხელა ჯვარი წყალოთ. აი უბრალოდ შეხედეთ მეგობრებო. მოდი მე გეტყვით ერთ რაღაცას. აი თუ კი მოხვდებით, ან თუ კი შეგიძლიათ, სანთელი ანთეთ და უფალს მართლაც მადლობა უთხარით, რომ ფეხზედ გახართ, რომ ხართ ჯანმრთელები, რომ ხართ აი ის რაც გაგაჩნიათ, იმის ბატონები და ბატონ პატრონები რაც გაგაჩნიათ. ყველაფრისთვის იმისთვის რაც გაგაჩნიათ, უფალს უთხარით მადლობა. ხო. კიდევ რას გვეტყვის ასტრაბარათები? ხა, აი ნახეთ. აი ეს არის ამაღლების კარტი, ეს არის სულიერების კარტი. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც აი ხო გეუბნებით, ვიღაცა რაღაცას აკეთებთ. ხო. ვიღაცა რაღაცას აკეთებთ. ვიღაცას რაღაცის კეთება გიყვართ. ანუ გიყვართ ბუნება, გიყვართ სამყარო, გიყვართ მზე, გიყვართ წვიმა, გიყვართ ქარი, ყველაფერი გიყვართ. ყველანაირი ბუნების ქმნილება გიყვართ, ცხოველები გიყვართ, ფრინველები გიყვართ. აი იცით როგორები ხართ? თავაწეული ხართ ესე უფალთან. აი იყავით ესეთები მეგობრებო. აი უბრალოდ სასწაული ლაივია დღეს. ხო. იყავით თავაწეულები. აი ესეთ თავი აწიეთ და უფალთან იყავით ესე თავაწეულები. ხო. კიდევ ეს არის ანალიზის პასუხი და ანალიზი და შედეგები. თქვენ უკვე მოიმკით თქვენს დარგულს, დათესილს, რაც დათესეთ იმას მოიმკით. ანუ შედეგი ძალიან მალე გექნებათ. შედეგი. კი მეგობრებო, კიდევ რას გვეტყვის ბატონო, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების აი მაგები. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მაგები. თქვენ როგორც იტყვით, ისე იქნება. სხვანაირად ვერ იქნება. იცოდეთ ეს? რასაც გადაწყვიტავთ, როგორც გადაწყვიტავთ, თქვენ უკვე ვერაფერს ვერ დაგაცალებთ, დამთავრებულია. თქვენ უკვე იმდენი გაიარეთ. თქვენ შეგიძლიათ უკვე დროის გათვლა, თქვენ შეგიძლიათ ადამიანის გამოცნობაც. აი ერთს რო შეხედავთ, მეგობრებო, ადამიანს გულის კარნახს მიენდეთ. თქვენი გული არასდროს მოგატყუებთ. შეგრძნება, აი ინტუიცია, ძალიან მაგარი ინტუიციის პატრონები ხართ. უკვე გაწრთვნილები ხართ. უკვე. ხა. კიდევ ჩემნაირები ხართ რო იტყვიან, მეგობრებო. საწყენად არ ვამბობ. მაგები. შეიძლება ბევრს გქონდეს მიდრეკილება ტაროლოგიასკენ, ფსიქოლოგიისკენ. ხო. რაღაცებს ხედავდეთ, შორს ხედვა გაქვთ. მეგობრებო, არ ვიცი ხარ რა ვთქვა, მაგრამ ზოგჯერ არა და უმეტესად არის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შემიძლია 10 წლის მერე ეხლა დავინახო რა მოხდება, ან 10 წლის მერე რა ცხოვრება მელოდება, ან 10 წლის მერე რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცევი, აი ხედვა მაქვს რაღაცნაირი, ასე ხართ თქვენც. ხო, ნახეთ? ნახეთ რა კარტია ქვემოდან? აი დამთავრებულია უკვე.
აი, ბევრი ცეცხლის სტიქი ამიყურებთ. შეიძლება ლომიც იყოთ, შეიძლება კუროც იყოთ, თხაც იყოთ, რქებით გაგაქვთ თქვენი ცხოვრება. დღემდე მოხვედით თქვენი შეიძლება კი თხაც იყოთ, ჯიუტობით. აი, თქვენი სიჯიუტით გაიტანეთ თქვენი ცხოვრება. თქვენ რო ესეთები არ ყოფილიყავით, დღეს არაფერი იქნებოდით, მეგობრებო. ლომი ვარ მეც. თხის წელში დაბადებული ლომი ვარ, მეგობრებო. თხის წელში დაბადებული ლომი ვარ. კურო, ხარი, აი ხო ხდებით რქები, თხა, ნახეთ უბრალოდ. ნუ ლომი ეხლა რა თქმა უნდა უბრალოდ სტიქია ლომის, მაგრამ ხო შეიძლება წელი იყოს თხის, კუროს, ხო, რქებით გაგაქვთ, თქვენი სიჯიუტით გაგაქვთ და გაიტანეთ ყველაფერი. ხო, ასე რომ მეგობრებო, თქვენთვის დაბრკოლება არ არსებობს, თქვენთვის პრობლემები არ არსებობს. თქვენ ყველაფრის ამტანი, გამტანი და შემონტანი ხართ. თქვენ ხართ ყველაფერი, თქვენ ცხოვრებაშიც და სხვის ცხოვრებაშიც. თქვენით იწყება და თქვენით მთავრდება ყველაფერი. თქვენ სიტყვას დიდი ფასი და ძალა აქვს, იცოდეთ. თქვენ საქციელს ფასი აქვს. თქვენს ფიქრს, მეგობრებო, ფიქრს დაუკვირდით. ფიქრს, რასაც გაიფიქრებთ, ის ახდება, იცოდეთ? ამიტომ კარგი გაიფიქრეთ. ხო. ყოველთვის კარგი გაიფიქრეთ. იმიტომ რომ ცუდიც გიხდებათ. კარგზე იფიქრეთ ამიტომ. ამის თქმა მინდა. ნებისმიერი ოცნება გისრულდებათ, მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან სასიამოვნო, ძალიან გადავარდა, მაგრამ არა უშავს. მოკლედ, ძალიან ისეთი საინტერესო და მოკლედ სასწაული იყო დღეს. მინდა გითხრათ. მე მგონი თქვენც ესე ფიქრობთ, რომ იყო დღეს ძალიან სასიამოვნო ლაივი. ყოველთვის განსხვავებული, ყოველთვის საოცარი და ყოველთვის სხვადასხვა, არ ვიცი, არასდროს მქონია ერთი და იგივე ლაივში, მეგობრებო. მართლა არასდროს ყოფილა. არ ვიცი, არ მაძლევს უფალი და სამყარო ცუდზე საუბარს. არიან ზოგჯერ აკეთებენ ნეგატიურად, არ შემიძლია, ბუმერანგებზე არ შემიძლია, სიბოროტეზე არ შემიძლია, მტრებზე გაშალეთო ზოგმა რო იცის, არ შემიძლია, მეგობრებო, არ შემიძლია. ჩემზეც მოქმედებს. მე არ მივეკუთვნები იმ თუნდაც დამწყებ ტაროლოგს, თუნდაც ტაროლოგს, არა მარტო დამწყებს, ჩამოყალიბებულსაც, რომლებსაც შეუძლია ცუდზე ლაპარაკი. არ შემიძლია, მეგობრებო. ხო. არ შემიძლია ნეგატიური საუბარი. ამიტომ უფალს მადლობა ყოველი დღისთვის, გათენებული და დაღარბებული დღისთვის. უფალს მადლობა. მინდა რომ სულ ყოველთვის იყოთ დალოცვილები, მეგობრებო. არ ვიცი, ბედნიერები, დალოცვილები, გახარებულები, ლაღები. არასოდეს არაფერზე არ ინერვიულოთ. რაც არ გამოდის, ალბათ ასეა საჭირო. რაც არ გამოვიდა, ალბათ ასე იყო საჭირო. აი ხო ხედავთ, რომ ასეც ყოფილა საჭირო. ამათ ღირდა. მოვა დრო, მე ისეთი შთაბეჭდილება დამჩა ეხლა, რომ მოვა დრო და თუნდაც იქნებ მოვიდა იმის დრო, ან მოსულია იმის დრო, ან მოვა იმის დრო, რომ დაჯდებით და იტყვით, რომ ამათ ღირდა. ეს ყველაფერი ამათ ღირდა. იქნებ კითხოთ ვინმე საკუთარ თავს, ამათ ღირს ეს ყველაფერი? ღირს, მეგობრებო. გარწმუნებთ, რომ ღირს. კი, ნამდვილად ღირს. ამათ ის ტანჯი, რაც გაიარეთ, მოვა დრო და იტყვით, რომ ღირდა. კი. ასე რომ ამ ბედნიერებას გისურვებთ, ამ სიყვარულს გისურვებთ, ამ გრძნობას გისურვებთ. მთელი ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო,
დაე ყოფილიყოს ასე. დაე ეს ყველაფერი ყოფილიყოს თქვენთან. ყველა თითოეულ თქვენთაგანთან. მოკლედ, მადლობა უფალს, მადლობა სამყაროს, მადლობა თქვენ, რომ ერთად ვიყავით, მეგობრებო, ურთიერთობას, სითბოს სიყვარულს არაფერი ჯობია. ყოველთვის აწარეთ გულით დიდი სიყვარული. მერე არ გაგიმართლათ, ხელი არ ჩაიქნევთ, სხვა მოვა. მის მაგივრად მოვა სხვა. არა უშავს, ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. ნამდვილად, ამაზე არ უნდა ინერვიულოთ, მეგობრებო. ნახეთ უბრალოდ, უბრალოდ ნახეთ თავისით მოსული ბარათები. მეგობრებო, აბატონო. ძალიან ლამაზი სურათია. სულიერი მეგობარი, სულმეითი, სულიერი მეგობარი, ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ნახავთ. ხო. და მე ამ დიდ სიყვარულს გისურვებთ. მე ამ დიდ ბედნიერებას გულით გისურვებთ. მე ამ დიდ სიყვარულს გულით გჩუქნით. დაე ასე ყოფილიყოს. დაე მხოლოდ თქვენ ყოფილიყოთ თქვენი პარტნიორისთვის. აი ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელსაც ისურვებდა მთელი ცხოვრება თქვენი სახით. დაე ასე ყოფილიყოს. ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. სულ დალოცვილები ყოფილიყავით, სულ ბედნიერები ყოფილიყავით. დაე თქვენი გული ყოველთვის ყოფილიყოს სიყვარულით სავსე და უღრმესი მადლობა ყველას, ჩემს გვერდით ყოფნისთვის, ერთად ყოფნისთვის, აი იმ სტიმულისთვის, რასაც მე მაძლევთ. აი უფალს ამისთვის მადლობა. თქვენ ხართ ჩემი ძალა, თქვენ ხართ ჩემი სიძლიერე, თქვენ ხართ ჩემი, მოდი ასე ვიტყვი, ხმამაღლა, ბედნიერება, რომელიც მინდა რომ ყოველთვის მქონდეს. უღრმესი მადლობა ყველას და გელოდებით კომენტარებში. აბა დროებით.